მოგესალმებით ძვირფასო ადამიანებო, გამომწერებო, ქალბატონებო, ბატონებო, მადლობას გიხდით, რომ უსმენთ, უყურებთ ტაროსკოპის გაშლებს. ძალიან ვაფასებ თქვენს კომენტარებს, თითოეულ ლაიქს. ეს ძალიან მეხმარება შემდგომი, თქვათ, გაშლების მოფიქრებაში ასევე და თქვენს თუ გაქვთ რაიმე კონკრეტული სურვილი, ან რასაკითხსაც გნებავთ, თქვათ, რომ ვნახოთ, რას გვეუბნება ტაროს დასტა, ესა თუ ის დასტა, კომენტარებში გთხოვთ მომწეროთ. მოდით დავიწყოთ და მსურს დავიწყოთ დღევანდელი დღით, 15 დეკემბრით, რომელიც სულ 6 დღით ადრე არის ზამთრის მზებუდობამდე, 21 დეკემბრამდე. ჩვენ კვლავაც ვიმყოფებით მშვილდოსნის, ესე ვთქვათ, მზე კვლავ მშვილდოსნის ნიშანშია. 21 დეკემბრამდე, 22 დეკემბრამდე და სხვათა შორის მიზეზი, რატომაც მინდოდა ამ დღეს თქვენთან შეხვედრა იყო ის, რომ თითქმის ყველა პლანეტა არის დირექტულად მოძრავი, ანუ არა რეტროგრადული, არამედ პირდაპირ მოძრავი დღეს, გარდა იუპიტერისა და ურანისა. მოკლედ მზე მშვილდოსანშია, მერკური და ვენერა მშვილდოსანშია, მარსი მშვილდოსნის ნიშანშია, ანუ ბრძოლის უნარიანობის პლანეტა და მალე გადავა თხის რქაში. ხოლო რაც შეეხება რეტროგრადულ იუპიტერს, ანუ უკან მოძრავ იუპიტერს, შეგახსენებთ, რომ უკან მოძრაობა ეს არის ოპტიკური ილუზია, ამ დროს პლანეტა უბრალოდ ერთ ადგილას არის და ჩვენ გონია, რომ უკან მოძრავს, მაგრამ სინამდვილეში ის წინ არ მოძრაობს და ამიტომ ეძახით რეტროს. რეტროგრადული იუპიტერი, ანუ გაფართოების წარმატების პლანეტა არის კირჩხიბის ნიშანში. კირჩხიბებო თქვენ ამ ეტაპზე ოდნავ შენელებული გაქვთ, ესე ვთქვათ, თქვენი წარმატების ფლანგზე, ესე ვთქვათ, დაგროვება, რაღაც გაფართოება, წარმატება, მაგრამ შეჩერებულია უბრალოდ, ეს არ ნიშნავს რაღაც ტრაგედიას, რა თქმა უნდა და მეორე რეტრო ურანის კუროში, კუროს ნიშანში, რაც კუროებს აძლევს საშუალებას, რომ მათ ღირებულებით სისტემას გადახედონ და თქვათ, თვალი გადაავლონ რა პრინციპებზე და ღირებულებებზე ცხოვრობენ, ურთიერთობენ ადამიანებთან, ოჯახის წევრებთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხოლო დღევანდელი გაშლა მინდა გავაკეთო ესეთ თემაზე. რას ფიქრობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება, რას ფიქრობთ თქვენ და მოქმედების რა სივრცე გაქვთ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ რადგან უკვე მერკურიც, ანუ კომუნიკაციის პლანეტა, ხო, რომელიც განაგებს კომუნიკაციებს, გარიგებებს, შეთანხმებებს, უკვე დირექტულია, თქვენ თამამად შეგიძლიათ, რომ თქვენს მიერ მრავალგზის ნაფიქრი სურვილები გააჟღეროთ თქვენს პარტნიორთან, საყვარელ ადამიანთან, მეგობართან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გაშლა არის ცხადია ზოგადი. მე ვიწყებ გაშლას რაიდერ-ვეიტის კლასიკური დასტით. ეს არის ჩემი სასწავლო დასტა. აკადემიაში, აკადემიის მიერ, ქალბატონი ვალენტინას მიერ გამოგზავნილი დასტა, რომელიც მე ძალიან მიყვარს. ეს არის ულამაზესი გადასაფარებელი მაგიდის, რომელიც ასევე ჩემი აკადემიელის ნატალიას საჩუქარია ჩემთვის და ასე რომ ესე ვიწყებ ჩემი გუნდით, რომელიც ხარს მიჭერს მუდამ და მე ვგრძნობ მათ, ასე ვთქვათ, სიყვარულს და მეგობრობას და კოლეგიალურობას. დავიწყოთ. მოდით ვნახოთ, პირველ რიგში გავაკეთოთ სიგნიფიკაცია, თუ ვის ეხება დღევანდელი გაშლა, რომ თლად ძალიან ზოგადიც არ გამოგვივიდეს. შემდეგ ვნახოთ, მოდით უკვე მეორე დასტას ავიღებ. მეორე პოზიციაში ვნახოთ, თუ რას ფიქრობს
რას ფიქრობთ, რა ენერგიებში ხართ თქვენ? მოდით ესე გავაკეთოთ. ენერგიები. თქვენი ამჟამინდელი ენერგიები. თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნების ენერგიები, რა ენერგიებშია ახლა, რა ხდება მის თავს. შემდეგი პოზიცია გავაკეთოთ, რას ფიქრობთ თქვენ? აი ესე. რას ფიქრობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება? და ეგეთ უკვე მეხუთე თუ მეექვსე პოზიცია გამოდის, სიგნიფიკაციას თუ არ ჩავთვლით. გამოსავალი, მოქმედების სივრცე, რა გაქვთ აი ამ შემთხვევაში, აი ამ ურთიერთობაში. ნახოთ, ვისზე არის გაშლა. გაშლა არის ადამიანზე, რომელიც აგროვებს ცოდნებს, აგროვებს გამოცდილებას, იბრძვის საკუთარი ცხოვრებისთვის, თავის დამკვიდრებისთვის იბრძვის. არის გარკვეულწილად შესაძლოა მანძილზეც, ან არის ცოტა ინტროვერტი, ჩაკეტილი პიროვნება, შესაძლებელია ესეც იყოს, მაგრამ შესაძლებელია იყოს უფრო ასაკოვანი პიროვნება, უფრო ასაკოვანი, ახლა მოხუც არ გულისხმობ, ცხადია. შეიძლება იყოს ახალგაზრდა, ასევე ზრდასრული ესეთი ფსიქიკით, როგორც ამბობენ ხოლმე ეზოთერიკაში, ესე ვთქვათ, ძველი სული, რომელსაც აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგროვილი, არის ძალიან მებრძოლი ადამიანი, თავის უფლებების დამცველი, თავისი სიმართლის დამცველი, თავისი ცოდნის დამცველი, ხო? და არის საკმაოდ, ესე ვთქვათ, მაღალ ენერგიებში, აქ უფრო რატომღაც უფრო მომდის, რომ მამაკაცებს უფრო ეხებათ ეს გაშლა, რადგან აი ნახეთ რაინდი და მეფე ამოვიდა, თუმცა რა თქმა უნდა ქალბატონებო თქვენზეც, რომლებიც ხართ ქალბატონები, მაგრამ გაქვთ ესეთი მასკულინური თვისებები, ხო? მამაკაცური მებრძოლი და მოგახსენებათ საქართველოში მრავლად ვართ. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არ ვიცი. ეს ცოტა ესეთი თემაა, შორს წაგვიყვანს ამაზე საუბარი, მაგრამ მოკლედ ყოველ შემთხვევაში სიგნიფიკაცია ეს გაშლა ეხება ადამიანს, რომელიც არის გამოცდილი და მებრძოლი, სულისკვეთების მქონე ადამიანი, რომელიც კარგად ერკვევა ურთიერთობებში, კარგად შეუძლია საქმეთა დელეგირება, არის გამოცდილი, არის პრაგმატულად მოაზროვნე. მე ვახსენე გრძნობებში ერკვევა თქო და შევასწორებდი ურთიერთობებში ერკვევა, თუმცა მისი პირადი არ არის თლად დაბალანსებული, ესე ვთქვათ, ჰარმონიაში. მოდით, ბევრი რო არ გავაგრძელო, ნახოთ ახლა რა ენერგიებში ხართ თქვენ. თქვენ ახლა ბრძანდებით ძალიან ამოვიდა უმაღლესი ქურუმი, შეყარებულების არკანი და ისევ გამეორდა ხლების რაინდი. თქვენ ახლა ბრძანდებით საკუთარი თვითგამორკვევის პერიოდში. ერკვევით საკუთარ თავში, იცით, თან ფიქრობთ, თან გსურთ თქვენი, ესე ვთქვათ, პირადი მისიის განხორციელება, რაც არის სულიერი გზა. ხო, სულიერი გონებით ხელმძღვანელობა, გონებით და გულით, როცა ორივე არის ჩართული, რა თქმა უნდა, მაშინ ხდება. ხეთ დუალისტურია, ხო? გონებაც გულიც, მამაკაცურიც, ქალურის აწყისიც. თქვენ ხართ ენერგიებში, ძალიან მაღალ ვიბრაციულ ენერგიებში, აი ეს ზედა ჩაკრებთან დამეგობრებული ბრძანდებით, არც მიგვირს, იმიტომ რომ ეს განდეგილის მეცხრე მაღალი არკანი სწორედ ამას მიუთითებს და თქვენ ცდილობთ ახლა, რომ ეს თქვენი გამოცდილება ეს მაინც იბრძვით, იცით, ახლა მომდის ახლა ეს ინსაიტი, რომ მაინც იბრძვით რაღაცნაირად თქვენი სიმართლის მტკიცებაში ხართ, მაგრამ ამავე დროს გინდათ ჰარმონიული ურთიერთობები.
სხვათა შორის არა მხოლოდ შეყვარებულთან ან პარტნიორთან, არამედ ზოგადად გინდათ ეს ამის მოთხოვნილება გაქვთ. მოდით ვნახოთ როგორ ენერგიებშია თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება არის დაკარგული ოცნების ძიებაში. მან დაგკარგათ. და სხვათა შორის ისიც საკმაოდ სულიერად მაღალ საფეხურზე დგას, მინდა გითხრათ, მაგრამ უფრო მეტად არის ასე ვთქვათ რაღაც გამოფხიზლების, რაღაცა ჩარჩოებიდან გასვლის რეჟიმში, ენერგიაში და განახლების რაღაცა ცდილობს ისიც სხვათა შორის, რომ აი ეს დაკარგული, მაგრამ აქ დანაკარგი არის. თქვენ ამ პიროვნებამ დაგკარგათ, როგორც ესეთი, რაღაც შეცდომა მოუვიდა, შეცდომა, გაუთვალისწინებელი შეცდომა. მოდით ვნახოთ, რას ფიქრობთ ახლა თქვენ, რა ფიქრებში ხართ. თქვენ რაღაცა ცოტა რეზისტენტული ბრძანდებით, რაღაცას უძალიანდებით, იცით, ზომბას განცდას. აი თითქოს სურს სამყაროს გარშემო მყოფებს, რომ გამოხვიდეთ რაღაც დეპრესიული მდგომარეობიდან და დამკვირვებლის პოზიციაში ხართ, საკვირდებით გარედან, უფრო აი გარედან ტკბებით, აი მსხვების ოჯახური იდილით. და აი კი იცით უკვე რომ პრობლემა თქვენშია და არა სხვაში, მაგრამ აი მაინც გარკვეულწილად ფიქრობთ, რომ აი არ მინდა, რაღაცნაირად არ მინდა, მე თვითონ, აი რაღაცა ეს მომდის, მე თვითონ ამ ფიქრებში ხართ. რას ფიქრობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება? ნახოთ. თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება თავის თავზე იღებს ყველაფერს, სხვათა შორის. თავის თავზე იღებს აი ამ რაღაც ტკივილს, სხვათა შორის ცოდნას, იცის, რომ აცნობიერებს მის საქციელს, მაგრამ ამავე დროს ის არის ძალიან დამოუკიდებელი პიროვნება. ის ფიქრობს, რომ სხვათა შორის ვერ ვიტყოდი, რომ გულგრილია, თუმცა ის მზად არ არის სერიოზული ურთიერთობისთვის. მზად არ არის მეორე მესამე ენერგიები, ნახეთ როგორია. უფრო ინფანტილურია თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება და ესე აი ბრახდა თვითონ წყვეტს, საწავიდეს, საწამოვიდეს, ვისთან კონდეს ურთიერთობა და ასე შემდეგ. რას ფიქრობს და მე ვარ და ჩემი ნაბადიო, აი ამას ფიქრობს. მე როგორც გადავწყვეტ ისე იქნებაო. აი ამას ფიქრობს. მოდით ვნახოთ მოქმედების არეალი რა გვაქვს ახლა აქ ჩვენ. მოქმედების არეალი გვაქვს, რომ აუცილებლად იქნება მიღება რაღაცის. მოქმედების არეალი არის ისევ და ისევ აი ქალური საწყისის გაძლიერება, მიმღების როლის დაბრუნება, ქალურობის დაბრუნება. თუ თქვენ აქ ხართ მამაკაცურ, ასე ვთქვათ, მებრძოლ ენერგიებში, აქ თქვენ არ გაწყენდათ, რომ რახან თქვენზეა გაშლა, არ გაწყენდათ, რომ გაერკვეთ საბოლოოდ, იცით, სხვის პარტნიორის მდგომარეობაში შეხვიდეთ და დააკვირდეთ, რას განიცდი და ის, აი რა გამართლება აქვს მის საქციელს. იქნება და მართლა აქვს რაღაც გამართლება და ესე კი არ ზღაპრებში რო იყო გოგოები რო ელოდებოდნენ ცხენზე ამხედრებულ თეთრაშზე ამხედრებულ პრინცს. დაახლოებით ეს ხომ ზღაპარია, მაგრამ ზღაპარიც ხომ რაღაცნაირად პარალელებს გვაძლევს ხოლმე რეალურ ცხოვრებაში და ეს ზღაპარი სულაც არ არის ზღაპარი. ეს ზღაპარი ჩვენ გვეუბნება, რომ ჩვენ ამ ეტაპზე მოქმედებიდან, აქტიური, აგრესიული მოქმედებიდან უნდა გადავიდეთ ცოტა პასიურ, ნახეთ, მესამე, მეცხრე. დამკვირვებლის, ცოტა პასიურ, თვით ჩაღრმავების, ხო, რაღაცა ქალურ მიმღების ენერგიებში და ჩვენ თავზე ვიმუშაოთ და ჩვენს მივხედოთ ჩვენს საკუთარ რესურსებს.
ამ შემთხვევაში ფინანსები არის ცხადია პენტაკლების ორიანი, მაგრამ რესურსულები ვიყოთ, ხო? შევეთამაშოთ აი ჩვენ რესურსებს, გავერკვეთ, აი ნახეთ, გავერკვეთ ვინ ვართ, რა გვინდა და შესაბამისად ვიმოქმედოთ. ეს არის ჩემო კარგებო, ჩემო ძვირფასო ადამიანებო, მე მინდოდა დღეს ეს მესიჯი თქვენამდე მომეტანა ეს გაშლა და იმედია მოგეწონათ, კომენტარებში გელოდებით და რა თქმა უნდა, პირად სესიაზეც გელოდებით მოუთმელად. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.